გამარჯობა. საღამო მშვიდობის. ეთერშია გადაცემა აფხაზეთი სალომე ლემონჯავასთან და გიორგი გასვიანთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. 27 სექტემბერი ჯვართამაღლების დღესასწაულისა და სოხუმის დაცემის დღეა. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ოთარ ჟორდანიას 75 წელი შეუსრულდა. საქართველოს დამსახურებული არტისტის ლიანა მიქაშავიძის პორტრეტი. ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული. დღეს 27 სექტემბერია. მართლმადიდებლური ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამავდროულად 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ ითვლება. სოხუმის დაცემის დღე, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფხაზეთი მოსწყვიტა საქართველოს და ადამიანების საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. გამოდი დეიდა, გამოდი და ჯობია გავიდი. ოცდაორი წლის წინ დღევანდელ დღეს სოხუმი დაეცა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნულმა ქართველებმა ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი დატოვეს, სადაც აფხაზები გამარჯვებას ეუბნებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა. ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ. როგორც აფხაზეთის ომის მონაწილეები აცხადებენ, 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება და ქართული მხარის განიარაღება გახდა აფხაზეთის დაკარგვის წინაპირობა. სოხუმის დაცემას წინ უძღვოდა გარკვეული პერიოდი და გარკვეული მოსამზადებელი, ასე ვთქვათ, სამუშაოები ეს ძირითადად რუსების მხრიდან. მთავარი რაც იყო, ეს იყო ის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ივლისში იყო დადებული სოჭში, რომლის მიხედვით გაყვანილი იქნა სოხუმიდან შეიარაღებული ძალები საქართველოსი, დაიცალა ტექნიკიდან, მოიშალა მთლიანად პოზიციები. თან ეს ხდებოდა პარალელურად იმისა, რომ აფხაზებს თავისი პოზიციები ასად არ მოუშლიათ, შრომასთან იდგნენ. თითქმის სოხუმს იყვნენ მოახლოებული ყველა მხრიდან და იქ ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაუხევიათ. რატომ მოუტყუვდით ასე, რა იყო ამის მიზეზი, ამას ახლა 23 წელი არის გასული და რა იყო ამის მიზეზი, ეს ჩვენში არიდო, ეს იყო მე როგორც ხედავდი, მაშინ სახელმწიფო უკვე იყო გამოცლილი ძალა არ ქონდა არაფრის. ახლა ჩვენ ფაქტიურად რომ აფხაზებთან არ იყო ეს ომი იყო უფრო დიდ ძალასთან. 23-24 რიცხვამდე თითქმის რკინიგზის სადგური რო იყო, იქამდე მიდიოდა ბრძოლები. შემდგომ ნელ-ნელა უკან დახევით და როდესაც უკვე ხელში ჩაიგდო მტერმა ანძა სატელევიზიო ეგრეთ წოდებული ფუნიკულიორი, რომელიც ზევიდან გადმოყურებდა სოხუმს, იმის შემდეგ იყო თითქმის სოხუმი იყო გამწვერული.
27 სექტემბერი უმძიმესი დღე არის როგორც ვეტერანებისთვის, ისევე მთელ აფხაზეთს, მთელი საქართველოსთვის შეგვიძლია რომ ვთქვათ. 27 სექტემბერს მიუძღოდა წინა მოვლენები, ეს იყო სოჩესხელის ხელმოწერა, ხელშეკრულების იქა განიარაღება საუბედუროდ და შექმნა შინაგანი ჯარების ქართული მხარე და რუსული მხარე 500 კაციანი, რომელიც ბუფერის ზონით გაგვიწიეს რაღაც აგუძერამდის ჩვენი სანგრები მიგვატოვებიეს, რომელსაც ჩვენ ვიცავდით 413 დღე, წელიწადზე მეტი და დავუცმეთ ტერს, უამრავი გვებრძოდა ერთ-ერთ მუჭა ხალხს. გაიყვანეს შეიარაღება ტექნიკა, გაიყვანეს საჯარისო ფორმირებები, მოწინააღმდეგის ადგილზე დაუტოვეს ყველაფერი, დააბრუნეს მშვიდობიანი მოსახლეობა მოტყუებით, შანტაჟით და ასე გამოდის, რომ ორივე მხარე იმის აფხაზეთის ქართველ მოსახლეობას ებრძოდა ორივე მხარე. შევარდნაძის და არძიმბას, რა თქმა უნდა, ორივეს ერთი პატრონი ყავდა რუსეთის ხელმძღვანელობა. ხო და ისე რა ქვია, ყველასთვის იყო გასაგები. ხო და მოხდა ლოგიკური დასასრული. თბილისის მკვიდრი ყოფილი შინაგანი ჯარების ერთ-ერთი ბატალიონის საველე მეთაური გელა ათაკიშვილი სოხუმის დასაცავად გადამწყვეტ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. 16 სექტემბერს შემოვიდნენ ისინი ზემო, ესე იგი, ანუ მათ სტრატეგიული სიმაღლეები უკვე დაკავებული ჰქონდათ, როგორც იყო შრომა, თავისუფლება, დაიწყო შემოტევა ზღვის მხრიდან, ეშერის მხრიდან, ანუ გუმბისტის მხრიდან დაიწყეს შემოტევა. შემოტევა დაიწყეს ზემოთა მხრიდან. ფაქტურად სოხუმი იყო ალყაში. ამ დროს ჩვენ მაინც იმედს არ ვკარგავდით მებრძოლები და ველოდებოდით მაშველთ ჯარს ოჩამჩირის ფრონტიდან. ოჩამჩირის ფრონტზე დაახლოებით 5000-მდე კაცი იყო, რომელსაც შეეძლო რაღაცა მაინც თავისი წვლილი შეეტანა სოხუმის დაცვაში. ჩვენ ბოლომდე მაინც ფიქრობდით, რომ ეს მაშველი ძალა დაგვეხმარებოდა და სოხუმს დავიცავდით. ფაქტიურად შიშველი ხელებით ქართულმა ფორმირებებმა და სხვა ადგილობრივმა მოლაშქრეებმა და მებრძოლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სოხუმი არ დაცემულიყო, მაგრამ ძალა აღმარცხნავსო, რადგან ჩვენ არ ვყავდა артиლერია, მძიმე ტექნიკა, ავიაცია, რამაც კიდევ ერთხელ ვიძახი, კატასტროფული შედეგები მოიტანა ქართული არმიისთვის, სადაც რუსეთის არმიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული არმიის დამარცხებაში. ქართული მხარის მონაცემებით 10000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ ომში. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. მას შემდეგ 27 სექტემბერი საქართველოში ხსოვნისა და იმედის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ყოველწლიურად აფხაზეთის ომის მონაწილეები, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან და პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ თანაქალაქელებსა და თანამებრძოლებს. იმედი მაინც მაქვს. პატრიარქი ხშირად გვეუბნება, რომ აფხაზეთი დაბრუნდება და ჩვენ გვჯერავს პატრიარქისა და დაღუპული ბიჭები მე ასე ვიტყოდი, რომ ყველანი გმირები არიან. მაგათ რაც შეეძლოს ყველაფერი გააკეთა. ყველაზე ლამაზი რასაც ქვია, სიცოცხლე, ცხოვრება, ახალგაზრდობა სამშობლოს შეწერეს. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. ამ დღეებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის წევრებმა განიხილეს და მოიწონეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ჟიული შარტავასა და არზაყან ნემუხარის სახელობის სტიპენდიების დაწესებას. მთავრობის ხდომაზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული აფხაზეთიდან დევნილთა ერთიანი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია, სადაც შესული მონაცემები ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მიმულია ელექტრონულ რუკას.
მონაცემების შეყვანა დამუშავების პროცესი პერიოდულად მიმდინარეობს. რაც მომავალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს ეფექტიანად და სწრაფად მოახდინონ რეაგირება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში არსებულ სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. იქნება ბაზა, სადაც ნებისმიერი მონაცემები დევნილთა შესახებ კომპაქტურ სასახლებებში იქნება ესე კონსოლიდირებული, ერთ ადგილას შეკრებილი და ნებისმიერ ჩვენ სტრუქტურას შეიძლება ექნება წვდომა ამ მონაცემებთან და ამოიღებს ნებისმიერ მათთვის საინტერესო საკითხს, ამიტომ იყო დადგენილების პროექტში გათვალისწინებული ჩვენი უწყებების ისეთების, როგორც არის ჟანდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგათგანაც ესე იგი იქნება შესაბამისი მონაცემები ასახული აი ამ მონაცემთა ბაზაში. პრობლემებს ვეცნობით, რომ შევიტანოთ ერთ მონაცემთა ბაზაში, რომ ჩვენთვის ადვილი იყოს მაგასთან მუშაობა. მიბმულია გეოგრაფიულად მდგომარეობის მიხედვით, მდებარეობის მიხედვით და ადვილი სახმარებელი იქნება და ჯერჯერობით ამ პერიოდისათვის რაღაცას ვამუშავებთ კიდევ უფრო მარტივი რო იყოს და სადაც ერთ თვეში თვენახევარში მთლიანად წარმოადგენთ ჩვენ ამ ინტელექტუალურ ნამუშევარს, რომელიც აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის კუთვნილებაა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას აფხაზეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მიენიჭოს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ზაურ ხუბუტიას სახელი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი ლეგიტიმურ სტრუქტურებში დასაქმებული სხვადასხვა სპეციალისტებისთვის აგრძელებს შემეცნებით ტრენინგ ლექციების ჩატარებას. ამჯერად მათი ინიციატივით სპეციალურად მოწვეულმა ტრენერმა ახალი უმაღლესი სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სოფო ქვარცხავამ წაიკითხა ლექცია თემაზე საჯარო გამოსვლების ხელოვნება. 21 საუკუნეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პრეზენტაციის უნარი, კონდეს ნებისმიერ ადამიანს, რამდენიც ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია შეგეძლოს დაჯერება, ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია კარგად წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები, სწორად გაყიდო შენი პროდუქტი, ამდენად ვფიქრობ, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს სჭირდება და ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა დამითანხმებით ალბათ იმაშიც, რომ ყველას არ შეუძლია იყოს კარგი გამოსვლელი, მაგრამ ყოველი შემთხვევაში მე მაინც გაუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვფიქრობ, დღევანდელი შემდეგ უფრო მეტად ეფექტური იქნება მათი გამოსვლა და მათი შეხვედრა ადამიანებთან და ურთიერთობა საზოგადოებასთან, ვიდრე აქამდე იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებას პრესკონფერენცია მიუძღვნა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მანენა ქვაჩახია მასმედიის წარმომადგენლებს სამინისტროს ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელსაც უკვე წლებია აფხაზეთის მთავრობა და განათლების სამინისტრო ახორციელებს. აი ამ მიმართულებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროექტები იყო ჩვენს მიერ განხორციელებული, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია ხაზგასმით მინდა გამოყო ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი ალბათ განათლების სექტორში პროგრამა, რომელსაც ქვია წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიაც ჩვენ სტუდენტთა, დევნილი სტუდენტების, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სწავლის თანადაფინანსებას ვახერხებთ. ჩვენი სამინისტრო წლების განმავლობაში სწორედ იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც აფხაზეთის დაქვემდებარებაშია, ახორციელებს აი ამ პროგრამებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განათლების საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მიმართულებით ბევრი თემა დახურულია იქ ცხოვრები ქართული მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიის 31 საშუალო სკოლა და მათთან მუშაობა და თანამშრომლობა. სამწუხაროდ არის ისეთი საკითხი, რომელიც არ არის საჯაროდ განსახილველი და რატომ? სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ იმათი უფლებები, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ჩვენს თანამამულეებზეა საუბარი ეთნიკურ ქართველებზე, რომელთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. ეს არ ეხება მხოლოდ განათლებას, ეს არ ეხება მხოლოდ აკრძალვას მშობლიურ ქართულ ენაზე. იქნა მიღებული თეზისები და რეზოლუციები, რომლებიც გაეგზავნა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოს, რომელთაც დღეს გააჩნიათ უფრო მეტი ბერკეტი ზემოქმედებისა, ვიდრე სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებას.
პრესკონფერენციაზე პასუხი გაეცა სამინისტროს მიმართ ამ ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. მანენა ქვაჩახიამ დაინტერესებულ პირებს ღია და საჯარო თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. თუ კი ვინმეს დაინტერესებს მოქალაქეები იქნებიან ეს თუ არასამთავრობო სექტორი, სხვა უწყებები, ჩვენი სამინისტრო და ცალკეული სამსახურები აბსოლუტურად ღია და გახსნილი არიან აი ამ ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის. ჩვენთან ინფორმაცია არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სამინისტროში არ არსებობს საშუთა ბიურო, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მობრძანდეს ნებისმიერ დროს თავისი კითხვით, იდეით, პრობლემით, რომლის თაობაზეც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია ერთობლივად მსჯელობაც და თანამშრომლობაც. 18 სექტემბერს ქალაქ თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე გოძიაშვილის სახელობის პარკის ხელოვნურ საფარიან მინი-ფეხბურთის მოედანზე ჩატარდა საქართველოს რეგიონალური თასის გათამაშება ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის, თბილისის, იმერეთისა და ქართლის გუნდებმა. მესამე წელიწადია ტრადიციულად ვატარებთ. ვფიქრობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი ამათი მხარდაჭერა, ამათი გვერდში ყოფნა, რამე თუ ესენი ძალიან დიდი საჭიროებენ მხარდაჭერას. ძალიან ფაქიზი, ძალიან მოფერება უნდა ამხას ბევრი აფხაზეთის ზოების მონაწილეები, ბევრი ცხოვრებაში ესე ტრამვირებული ადამიანებია და ჩართულები არიან, რომ იტყვიან სპორტში და თქვენ თვითონ ხედავთ, როგორ აქტიურად და როგორ ღირსებით ღებულობენ მონაწილეობას. აქ გამარჯვებული გუნდები შემდეგში გაკეთდება ნაკრები გუნდი, რომლებიც მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში, რომელსაც ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა ატარებს. ტურნირის მხარს უჭერდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, სპორტული მომზადების ცენტრი და აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაცია. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობით ტარდება პრაქტიკულად საქართველოს ჩემპიონატი ამპუტანტ სპორტსმენთა შორის, კერძო დღეს ფეხბურთია. ამ ადამიანებს ხარდაჭერა ჭირდება, მათ გვერდი დგომა ჭირდება. თქვენ ხედავთ, რამოდენა ხალისი აქვს, როგორი გზაობა აქვს და როგორი ენერგიით თამაშობენ და რა ოსტატობას ავლენენ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ურთიერთობა ამ ადამიანების დანარჩენ სამყაროსთან და საზოგადოებასთან. ესენი ღირსეული ხალხია, ზოგი ნაუმარია, ზოგი სხვადასხვა შემთხვევაში აქვთ ეს ფიზიკური ტრამვები მიღებული და ამათ ცხოვრება უნდა გაუხალისოთ. ხედავთ როგორ გახარებული არიან, როგორ მონდომებული არიან, როგორ კარგად თამაშობენ, როგორ გულშემატკივრები ყავთ, ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები არიან მოსული და ბედნიერი არიან. თვითონაც რომ ჩართული არიან ცხოვრებაში, სპორტში არიან ჩართული და ცხოვრება გრძელდება. ასე რომ რაც ის დიდი ტრამვა მიიღეს, ამით არ მთავრდება, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ თამაში გვინდა რომ ხელი შეუწყოთ და ვეხმაროთ. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებით, სპორტული ფორმებითა და ბურთებით. პირველი არ არის ეს ტურნირი, რომელსაც ჩვენ მონაწილეობას ვებულობთ. ადრე იყო 99 წლიდან მოდივართ ჩვენ ინვალიდთა ფეხბურთის საერთოდ. აფხაზეთის გუნდი ჩამოყალიბდა რამდენიმე წლის უკან. მქონდა ადრე თამაშები, წელს კიდევ არის, მაყოფილი როგორ არა ვართ. ჩვენ ერთმანეთს მარტო სპორტული თამაშით არ გამოიხატება, ჩვენ შეხედავთ, ჩვენ მეგობრები ვართ ყველა ჩვენსები, გვენატრება. დღეს არის აფხაზეთის თასის გათამაშება, წელიწადში ტარდება ერთხელ, შაშანაც იყო. შაშან ჩვენ გავხდით აფხაზეთის თასის მფლობელები. ძალიან მაგარი სტიმული არის, რომ სხვებმაც ნახონ და ბევრია სახში ჩაკეტილი, სტრესული მდგომარეობიდან, მალე გამოვლენ ალბათ და რა ვიცი, ყველას ვთხოვთ, რომ მოვიდონ ჩვენ გვერდში და ირბინონ, ითამაშონ და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდან, არანაირი პრობლემა არ არსებობს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა თანადგომის, ემიგრაციის ინფორმაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის ხიდისა და საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმისა ქართველი ბავშვების მოგზაურობა საბერძნეთში და დასვენება ათენის მერიის საერთაშორისო ბანაკში. ფილმი მომზადდა ათენისა და თბილისის მერიების მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თბილისის მერიის, აფხაზეთის მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ საინტერესოა ახალგაზრდებისთვის, რადგანაც ისინი ეცნობიან სხვა ქვეყნის კულტურას, მონაწილეობენ საერთაშორისო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში და ასევე წარმოადგენენ საქართველოს ესეთ მრავალეროვან ბანაკებში. ამიტომ თბილისის მერია მოხარულია, რომ ესეთი ღონისძიების მხარდამჭერია და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდების მხარდაჭერას. პროექტში მონაწილეობდნენ მრავალშვილიანი ოჯახიდან ბავშვები, ასევე სოცდაუცველები, დევნილები და 13 იუნის დაზარალებულები შემოგვერთდნენ ბოლოს. მომავალში, როგორც დღეს მერიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს ჩვენთან ღონისძიებაზე, ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბერძნეთიდანაც მივიღოთ მოზარდები და ბავშვები. აი სწორედ ალბათ ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, იმიტომ რომ გაგრძელდეს ხალხთა შორის ურთიერთობა, მოზარდებს შორის ურთიერთობა და მივიღოთ ის მეტად პოზიტიური შედეგი, რაც ადამიანების ურთიერთობას ახასიათებს ზოგადად. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ბანაკის აქტივობებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. დაათვალიერეს ქალაქ ათენისა და სალონიკის ღირსშესანიშნაობები. ბანაკის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის ქართველი ბავშვები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. ძალიან სასიხარულო დღეები იყო ჩვენი ცხოვრების მანძილზე და მნიშვნელოვანი. ბანაკში ძირითადად ბანაკში ვიყავით, მაგრამ ჩვენ გავეცანით ბერძნულ ტრადიციას, საბერძნეთის ღირსშესანიშნაობებს. ძალიან მოხარულა, ძალიან ბედნიერი დღეები გვაჩუქეს. ბევრი ღირსშესანიშნაობები ვნახეთ, გავერთეთ, რა თქმა უნდა, უცხოელებიც გავიცანით, ერთმანეთიც გავიცანით. ძალიან მოხარული ვარ, რომ მე ვიმყოფებოდი საბერძნეთში და რა ვიცი, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია იუბილარია. ვილოცავთ ბატონ ოთარ 75 წლის იუბილეს. 23 სექტემბერს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ ოთარ ჟორდანიას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოჩამჩირის მკვიდრმა ოთარ ჟორდანიამ აფხაზეთის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და შემდგომ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ასპირანტურა უახლესი ისტორიის მიმართულებით დაამთავრა. ეწეოდა მრავალმხრივ პედაგოგიურ მუშაობას. 1993-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის რექტორი. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს სოხუმის ფილიალი ჩამოყალიბდა ფართო საუნივერსიტეტო სტრუქტურად. ბატონი ოთარი საქართველოსა და რუსეთის ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს იკვლევს და 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი გახლავთ. დღეს თუკი ჩვენ რაიმე გვჭირდება ვთქვათ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე,
საქართველოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე სხვადასხვა საკუთრებით 19-20 საუკუნეები ოთარ ჟორდანია გახლავთ ერთი იმ უპირველესაგანი ისტორიკოსი, რომელსაც შეუძლია კვალიფიციური, მეცნიერული, დასაბუთებული სიტყვა თქვა ამა თუ იმ პრობლემაზე და მას აქვს ის ავტორიტეტი, აღიარება ისტორიკოსთა შორის, რომ მას დაეჯერება ეს დაეჯერება იმიტომ, რომ ყოველი მისი გამოკვლევა არის დასაბუთებული, დაყრდნობილი ისტორიულ წყაროებზე. მე არ შემიძლია განსაკუთრებით არ გავუსვა ხაზი, რომ როდესაც აი ეს დიდი ეპოპეა აფხაზეთისა დამთავრდა, ძალიან მძიმე დამთავრდა და ძალიან სავალალოდ გამოეკიდა ცაში სოხუმის უნივერსიტეტი. ფაქტობრივად ეს უნივერსიტეტი გადარჩა ოთარ ჟორდანიას წყალობით. ოთარ ჟორდანია როგორც რექტორი დღე და ღამ გამუდმებით შრომობდა, მუშაობდა. მე გულწრფელად მინდა მიულოცო ეს 75 წელი და აღნიშნო, რომ მან მაღალი ღირსებით გაიარა ეს წლები. ოთარ ჟორდანია დღესაც აქტიურად განაგრძობს ფართო საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობას. არჩეულია ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით, ღირსების ორდენითა და იაკობ გოგებაშვილის მედლით. მან დაარსა გიორგი შარვაშიძის საზოგადოება, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა შესწავლის თვალსაზრისით. და საზოგადოების ხელმძღვანელი თვითონ არის. ის არის აგრეთვე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე. და რაც მთავარია, იმ რთულ პირობებში, რომელშიც იმ წლებში საქართველო იმყოფებოდა, ოთარ ჟორდანია ყოველთვის ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების შორის იყო, რომელნიც იცავდნენ ქართულ პრობლემებს. აი ერთ-ერთი ასეთი ურთულესი პრობლემა იყო 1978 წელს, რომ დაისვა ქართული ენის სახელმწიფო ენად ყოფნა არ ყოფნის საკითხი, სადაც ის აქ ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ როდესაც დგებოდა აფხაზი ისტორიკოსების მიერ აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხების დამახინჯება, ოთარ ჟორდანია ყოველთვის აქ ძალიან აქტიურ პოზიციას იჭერდა. ჩვენ მუშაობდით ერთად საინგილოს სამეცნიერო საკითხებზე და ასე ვთქვათ, ჩვენი პოზიცია ჰქონდა ამ თვალსაზრისით. საყოველთაოდ ცნობილია, უაღრესად თავმდაბალი ადამიანი, უაღრესად ახლობლებისა და კოლეგების მოყვარული და პატივის მცემელი. ულოცავ კიდევ ერთხელ 75 წლის შესრულებას და უსურვებ ყოველგვარ წარმატებებს ცხოვრებაში. ოთარ ჟორდანიას 75 წლის იუბილე აფხაზეთის მთავრობაში გამართულ საიუბილეო მიღებაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმაც მიულოცეს. მეცნიერს მორიგი წარმატებები უსურვეს და სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობისთვის უმაღლესი საბჭოს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ბრძანდება გამორჩეული პიროვნება არა მარტო აფხაზეთის საზოგადოებაში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში. იგი ბრძანდება დიდი მეცნიერი, დიდი ორგანიზატორი, პედაგოგი, აღმზრდელი თაობებისა და ამავე დროს მე ვიტყოდი, იგი ბრძანდება დიდი საზოგადო მოღვაწე. ეს გამომდინარეა მისი ძალიან დიდი კეთილშობილებიდან, მაღალი ზნეობიდან, დიდი სარწმუნოებიდან. მე მინდა გითხრათ, რომ იგი ჭეშმარიტად ქრისტიანული სულის პიროვნებაა, ქრისტიანული სულით მებრძოლია და თქვენ იცით, რომ ქრისტიანული ბრძოლა ეს არის ბრძოლა სიყვარულით. იგი ყოველგვარ ბოროტებას ებრძვის სიყვარულით, მეცნიერებით, ზნეობით და მართლაც მან უამრავი რამ გააკეთა აფხაზეთის საზოგადოებისათვის და დღესაც აგრძელებს. ჩვენ ყველანი დიდი სიყვარულით ულოცავთ მას მისი საიუბილეო თარიღს და უსურვებთ დიდხან სიცოცხლეს და მისი ასეთი მნიშვნელოვანი მოღვაწეობის გაგრძელებას უახლოეს მომავალში აფხაზეთში.
ჩვენს მომდევნო სიუჟეტში გაგაცნობთ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს ლიანა მიქაშავიძეს. მისთვის მთავარი მაყურებლის ის სიყვარული, საინტერესო როლები და გულწრფელი ტაშია, რომელიც აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებულ არტისტს ლიანა მიქაშავიძეს დღემდე მოყვება. როგორც თავად ამბობს, ტაში მას დაბადებისთანავე დაებედა. რეპეტიცია ჰქონდათ, როდესაც სამშობიაროდან დაურეკეს, რომ დედას შეეძინა ქალიშვილი. ისე დავბადებული ვარ მე. მიუტოვებიათ ეს მალე მორჩენ რეპეტიციას და გამოიქცენ სამშობიარო სახლში და დედაჩემს ფანჯრიდან უჩვენებია ჩემი თავი. ამტყდარა ჟივილ-ხივილი სიხარული მსახიობებს ტაშით გამოუხატავთ. შემოუერთდნენ გამვლელებიც და ასე დამებედა მე ტაში სცენაზე. მსახიობს მეტი რა უნდა უნდოდეს, განაც ცოტაა. ლიანა მიქაშავიძე თეატრალურ ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები ნიკოლოზ და ლიდა მიქაშავიძეები თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პირველი თაობის წარმატებული მსახიობები იყვნენ. მსახიობი 3 წლის იყო, როცა მისი მშობლები სოხუმის თეატრში გადავიდნენ სამუშაოდ და 6 წლის პატარა ლიანა უკვე სცენაზე იდგა. გავიზარდეთ თეატრის სარეპეტიციო დარბაზებში. ყოველი კუთხე-კუნჭული ჩვენთვის იყო ახლობელი. რეჟისორმა ლეო ჭედიამ გადაწყვიტა მეწახის ჯადო ქარცოლს დგამდა და პატარა ბავშვის როლი მეთამაშა მე. დადგა პრემიერის დღე. თქვენ და გენახეთ რა ამბავი იყო ჩემი გამოჩენის დროს, იმიტომ რომ მამა მიიღო სოხუმმა ძალიან კარგად. რეჟისორმა წინ წამიყვანა ავანსცენაზე. და ხალხს ესე იგი აჩვენა, რომ მესამე მიქაშავიძე მოვიდა თეატრში. ხუტაბერულავამ დაწერა ლექსი პატარა ლიას სცენაზე. თეატრი მსახიობისთვის მთელი ცხოვრებაა, სიხარულით და ტკივილით, საიდანაც ლიანა მიქაშავიძე თავის ერთგულ მაყურებელს ხან დედოფლის, ხან გორანდუხტის, ხან ეკა შერვაშიძის, ხან ფლორელას, ხანაც ნუნუ ექიმის პერსონაჟებით ელაპარაკებოდა. ყველა როლი თავისებურად საინტერესო და საყვარელია. მსახიობს აქვს კარგი პერიოდებიც. მე მქონდა მართლა კარგი პერიოდი. იყო ესეთი სპექტაკლები, მაგალითად, წელიწადში 5 სპექტაკლი იდგმებოდა, 5-ვეში ვიყავი დაკავებული და ყველა კარგი როლები მქონდა. და რასაკვირველია, სხვანაირ განწყობაზე ვიყავი ცხოვრებაში საერთოდ. მსახიობს ეს უხარია, კარგი როლები და მაყურებლის სიყვარული. ამიტომ მეძლევა საშუალება ტელევიზიის საშუალებით დიდი მადლობა გადაუხადო ჩემ მაყურებლებს. ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი მათგან. არანაკლებ წარმატებული იყო ქალბატონი ლიანა ქორეოგრაფიაში, რამაც მის სამსახიობო კარიერას დიდად შეუწყო ხელი. ცეკვა 9 წლისამ დაიწყო და მალევე სხვადასხვა პროფესიული ანსამბლების წამყვანი მოცეკვავე გახდა. სუხიშვილების წამყვანი მსახიობი ნინო რამიშვილის პარტნიორი გივი ვაშაკიძე იყო ჩემი პედაგოგი და შემდეგ ის იყო ჩემი პარტნიორი. ძალიან მიყვარდა ცეკვა. 22 ქალაქში ქონდა გასტროლები. შემდეგ გაზეთები აჭრელებული იყო ჩემი და კანდიდტარბა იყო სუხიშვილების მოცეკვავე შემდეგ აქა თბილისში. ჩემი და კანდიდატის სურათები იყო ძალიან ბევრი. ქართულს ცეკვავდით მე და ჩიტო. ყველაზე კარგად ცეკვავდი. ძალიან ტექნიკური გოგო არის. ტექნიკური და თანაც უხდება. ქართულ ცეკვა ყველას კერში უძლია. ყოველთვის ოლიმპიადაზე გამოდით პირველ ადგილს მიქონდა. მსახიობი მის კარიერაში ოქროს ხანად მიიჩნევს მშობლიურ აფხაზეთში სოხუმის თეატრის სცენაზე გატარებულ დროს. თეატრი რო დაიწყო, შემდეგ გადავედით ბარათაშვილის ქუჩაზე. ერთი სადარბაზო აფხაზების იყო, მეორე სადარბაზო ქართველების. თქვენ და გენახათ. 10 საათიდან რო ახმაურდებოდა ჩვენი ეზო, იყო გადაძახილი, აფხაზები მიდიოდნენ აფხაზურ რეპეტიციაზე. იყო ისეთი სპექტაკლები, სადაც ქართველი და აფხაზი მსახიობები თამაშობდნენ. იყო ურთიერთ უდიდესი სიყვარული. ჩვენ ხო ვგევართ კიდეც ერთმანეთს ტრადიციებითაც. ერთად ვიტანდით ჭირსა და ლხინს. თეატრში რომ პრემიერა იდგმებოდა, სოხუმიდან ჩამოვდიოდით სანახავად. ასევე მოდიოდნენ აფხაზები.
ყველაზე მეტად ომის წლების გახსენება უჭირს. იმ პერიოდის, როცა მისი ერთადერთი ვაჟი გია ფარცვანია ავღანელთა სპეცდანიშნულების ბატალიონში ჩაეწერა. თავად ლიანა კი დაჭრილ მეომართა დახმარების დედათა კომიტეტის წევრი გახდა. დედაშვილს სოხუმი ომის დამთავრებამდე არ დაუტოვებიათ. უში შარი გამხადა ამ ომმა, იცით? და ჩემი თვალით დავინახე მთელი უბედურება, რაც ომს მოყვა. თავგანწირვა ახალგაზრდა ბიჭების. ფონმა უნტყუნა. წაიქცა. დახრჩო იქვე ხელად. ხიდი არ ყო მეწას. კიშვი როგორ არა. ქალბატონ ლიანას ეამაყება, რომ სოხუმის თეატრში თავისი შთამომავლობის სამთავობას მოესწრო. მისი ვაჟი გია ფარცვანიაც პროფესიით მსახიობია და სცენაზე არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა. ზაზა ნაკაშიძე ითამაშა საუცხოოდ. ესე იგი, კრიტიკოსები სულ ყველა ამბობდნენ, რომ ასეთი ზაზა ნაკაშიძე არც ერთ თეატრში არ არის. ის ძალიან გულწრფელია. მარიამ დედოფალში მე დედოფალს თამაშობდი და ის ჩემ შვილს ისეთი კარგი იყო. ჩანაწერი არ არის სამწუხაროდ და ძალიან გული მწყდება, რომ გია სცენაზე არ არის. ეს კი შვილიშვილი ნიკოლოზია, რომელიც დიდი ბაბუის სახელს ატარებს. ქალბატონი ლიანას სურვილია შვილიშვილი ოჯახურ ტრადიციას გაყვეს. ნიკოლოზი კი კალათბურთითაა გატაცებული, თუმცა ეამაყება, რომ მსახიობთა ცნობილი ოჯახიდანაა. ბებიაჩიმზე მრავალი რამს მენია, განსაკუთრებით იმ დროს მაქვს მეტი წარმოდგენა, როდესაც მე და ბებიაჩიმი ხშირად გარეთ გავდივართ საერთოდ და ხალხი ეუბნება გამარჯობა ძალიან სასიამოვნო თქვენი ნახვა. ბევრი რამს მენია და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მე მის შთამომავალი ვარ. ლიანა მიქაშავიძე მადლიერებით იხსენებს ყველა იმ კოლეგას და თეატრს, რომლებმაც დევნილობაში სოხუმის თეატრს დახმარების ხელი გაუწოდეს. მსახიობს გული წყდება იმაზე, რომ თეატრს ამ დრომდე საკუთარი ჭერი არ გააჩნია. მთელი თბილისი ეხმარებოდა სოხუმის თეატრს მართლა და ასე გააგრძელა სოხუმის თეატრმა მუშაობა, მაგრამ საწყენი ის არის, რომ ძალიან ბევრს დავდივართ თეატრიდან თეატრში, საკუთარი თეატრი არ გაგვაჩნია. ამიტომ თხოვნით მიმართავ მე როგორც უხუცესი მსახიობი. არ მინდა ისე მოვკვდერო, არ მოვესწრო, რომ ჩემ თეატრს თავისი ბინა არ კონდეს. თუნდაც ის, რომ ეს წარსული ყველაფერი უნდა იქ მოვათავსოთ. ხვალ 28 სექტემბერს ქალბატონ ლიანას დაბადებიდან 76 და სამსახიობო მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდება. როგორც თავად ამბობს, ამ დღეს აღნიშვნა არ უყვარს და საამისო მიზეზიც გააჩნია. იმ დღეს დავტოვე მე ჩემი სოხუმი და არ მეზეიმება. ჩემი ოცნება არის აფხაზეთში დაბრუნება. მე ჩავედი 70 წელს ინსტიტუტის დამთავრების მერე თეატრში და მას მერე ვართ პარტნიორები. არჩეულებრივი პარტნიორი იყო. ულამაზესი მშვენიერი ქალბატონი. ბევრ სპექტაკლში ვითამაშეთ ერთად და 6 სპექტაკლში ვიყავით ცოლ-ქმარი, სადაც 6-ვეჯერ ტყუპები ყავდა. ბევრი ტაში მიგვიღია ერთად, ბევრი თაიგულები და ბევრი სიხარულიც გვინახია. მთელი გული და სულით მინდა ჩემს ლიანა დეიდას მიულოც ეს თარიღი დაბადების დღე და ვუსურო პირველ რიგში ჯანმრთელობა, უამრავი ბედნიერი წუთი და სცენაზე დიდხანს ყოფნა ჩემს გვერდით. საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ქართველთა და აფხაზთა შორის დაკარგული მშვიდობის აღდგენისა და ომში დაღუპულთა სულის საუხად დაიწერა ხატი. ყოველთა მწუხარეთა სიხარული. საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქართველთა და აფხაზთა შორის დაკარგული ძმობის, მშვიდობის, თანხმობის, ერთსულოვნების აღდგენისა და ძმათა მკვლელ ომში დაღუპულთა სულების საუხად დაიწერა ხატი. ყოველთა მწუხარეთა სიხარული, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთი წელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიებში მოგზაურობს. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილთა დიდი ნაწილი ცხოვრობს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ხატმა მოგზაურობა 2014 წლის 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს დაიწყო. ეს დღე იმითაც გამოირჩეოდა, რომ გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ
აფხაზეთის ხელისუფლებას იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სადაფის ქვისგან თლილი ჯვარი გადასცა, ნიშნად ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვებისა. სადაფის ჯვარს, რომელიც მივიღეთ ჩვენ იერუსალიმიდან, გადავსცემთ აფხაზეთის ხელისუფლებას, რომელიც შეინახავს ჩვენს შესვლა. ბოროტებაზე გამარჯვებას, მტრის მზაკვრობის განქარვებას, ერის გამთლიანებას, ქართველთა და აფხაზთა გულებში ჭეშმარიტი სიხარულისა და მიტევების დანერგვას შესთხოვდა ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად საქართველოს ეკლესიის მრევლი დედა ღვთისმშობელს ქუთაის გაენათის. ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ბათუმისა და ლაზეთის, ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, გორისა და ატენის, ალავერდისა და ჭყონდიდის ეპარქიების სხვადასხვა ეკლესიებში. ჩვენ განსაცდელს არამედ მისცენ ჩვენ ბოროტისაგან, რამოთი შემია სუფევა, დავიდები აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის დაწერილი ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დააბრძანეს და ამიერიდან იქ იქნება დავანებული. ჰოი ყოვლა წმინდაო დედოფალო ღვთისმშობელო, შუამდგომელო ჩვენო, მოხედე წილხვდომილ საერსა შენსა და განაქარვე მზაკვრობანი მტერთა ჩვენთანი. ქართველთა და აფხაზთა შეგვიდე, კაცისკვლანი და ყოველნი საქმენი ბოროტნი. მოგმადლე მშვიდობა, თანხმობა და ერთსულოვნება, განანათლე დაბნელებული გონებაი ჩვენი ყოვლად უბიწოო და დაჰნერგე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი სინანული და ურთიერთმიტევება. დალოცე ღვთისმშობელო ქალწულო ძმობა ქართველთა და აფხაზთა, რათა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ახსილნი, ერთობით ვადიდებდეთ ყოვლად წმიდასა სახელსა, ძისა შენისასა, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სული წმიდით ვთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.